Akcizuri markების შემოღების შედეგად სამომხმარებლო ბაზარზე არსებული სიგარეტის დეფიციტი და ფასების კატასტროფული ზრდა მომხმარებელს უკვე კარგი ხანი აღარ აწუხებს. Ამ ღონისძიების გატარების შედეგად კი ბიუჯეტში შესული თანხები დღითიდღე იზრდება. 2 აპრილს გორის რაიონის სოფელ ქურთაში კორუფციისა და ეკონომიკური დანაშაულის წინააღმდეგ მებრძოლის სამსახურის თანამშრომლებმა 1.700.000 ძალით 18 დასახელების უაქციზო სიგარეტი ამოიწეს. სიგარეტი ფირმა ომეგა 2-ს ეკუთვნოდა. დაახლოებით 2 მილიონი ნახევარი ბიუჯეტში შევიდა. Აი ჩვენი შესვლის შემდეგ იმათ კი 2 მილიონი ნახევარი ესე გეუბნებით რა 2 მილიონი ნახევარი უკვე შეტანილია ბიუჯეტში ამ კამპანიების თანხა. აი ჩვენ რა მოაჩინეთ. მაგრამ ხო შორის ეს შევარნაძის ბრძანებულობა იყო, ესე იგი ამინისტრაციებს შეახო იმას. ესე იგი ვისაც უკვე დაგროვილი ქონდა აი ხუთის ტერიტორიაზე, იქ უკვე აი საწურისპირა ტერიტორიაზე მისცა უფლება რომ გაეტანათ ეს სიგარეტები, ვინც ვერ მოასწრო ამ აქციური მარკების აღება, გაიფასებინათ და გაეტანათ. აი ეს მოხდა აქ და ეს როგორც ვიცი ახლა ალბათ თქვა თუმას ავიღებთ, ისინი თუ კარგად ყვენ 2 მილიონი ნახევარი საქართველოს ბიუჯეტში შევიდა ეს თანხა. მე მგონი ცოტა არ არის. რაც სამნაბევრი იწოლოთ, ενώ საქართველოში ამის საქმეს არ მოგაკეთო, ამით ახაც მე მგონი კაცი გამოიწვია. გარდა ამისა, ამავე სამსახურის თანამშრომლების მიერ ჩატარებული რეიდების შედეგად შიდა ქართლის რეგიონში გამოვლენილი აქციზური მარკების გარეშე სიგარეტისა და ალკოჰოლიანი სასმელებით ვაჭრობის 20 ფაქტი. აქედან 3-ზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. ესე კანონის თანახმად თუ 200 დარს ამ აქციზო როგორც სიგარეტი ასევე ბიტენის სასმელებით ვაჭრობა, ესე იგი თუ 200 ლარის ღირებულებას ვაჭრობის ფაქტი, მაშინ საქმე იგრძნობა შესაბამისი მუხლით. სავარაუდოდ 1 ივნისიდან აქციზური მარკების გარეშე საქართველოს ტერიტორიაზე ლუდის წარმოება და ვაჭრობა იკრძალება.